ეს პრემია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ძალიან დიდ როლს თამაშობს და მუშაობს ჩვენი ურთიერთობების უფრო გაფართოებაში და ჩამოყალიბებაში. ასე ძალიან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ წელს 2020 წელს კომისიის ფარგლებში გამოვლინდა ერთ-ერთი ლაურეატი, ეს არის ჩვენი სოხუმის თეატრის ნაშრომის სპექტაკლი თვარის მოტაცია კონსტანტინე გამსახურდიასი და ძალიან მეამახება. ტარდება უკვე 25 წელია პრემიის გაცემა, ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ ახალმა მთავრობამ ის ყოველწლიური გახდა და ადრე როგორ წელიწადში ერთხელ ყოველწლიური და ამას მიესალმება ქართული საზოგადოება და მოწონებულია ეს. ახლა პრემიის გაცემა როგორ ახლა მე არ არის სავალდებულო რომ აფხაზეთიდან იყოს ნებისმიერ რომელიც აფხაზურ-ქართულ თემატიკას მის ამ ურთიერთობას, მის ურთიერთობის დარაგებას წარსულად აწესებს და ამაზე არის ყურადღება გამახვილებული. ამ კუთხით ძირითადად ამას თემატიკა სასურველია ეს რომ იყოს და აქედან გამორჩეულებს ვაზროვანის პრემიას ზიური არის ძალიან კომპეტენტური. დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ დავაჯილდოთ ხელოვანი ადამიანები, რომლებმაც უკანასკნელი 2 წლის მანძილზე თავი დაამახსოვრეს საზოგადოებას თავიანთი საინტერესო შემოქმედებით. თქვენ იცით რომ გიორგი შევარშიძის სახელობის პრემია დაარსდა 1995 წელს და დღეს ის დღევანდელი მონაცემებით გაიცემა ყოველწლიურად ხელოვნების, ლიტერატურის, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში. ძალიან კეთილი საქმე გააკეთა აფხაზეთის ხელისუფლებამ კულტურის სამინისტრომ დააფუძნა გიორგი შევარშიძის პრემია. წელს ისე როგორც წინა წლებში საკმაოდ ცხოველი მონაწილეობა მიიღო საზოგადოებამ, ჩვენი ხელოვნების მუშაკებმა, მწერლებმა და ამდენად საინტერესო იყო. მე მინდა ვთქვა, რომ პრემია შედგა თვითონ საინტერესოა ის. ჩვენ 4 კაცს მივანიჭეთ გიორგი შევარშიძის პრემია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სხვა წარმოდგენილი მასალაც საინტერესო იყო. პრემიას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა თავისი მასშტაბებიდან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუმცა ჩემთვის ორმაგად დასაფასებელი არის ის ფაქტი, რომ წიგნი, რომელიც დაიწერა აფხაზებისთვის, მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი 5 წლის ასაკში წამოვედი, ომი როცა დაიწყო და ეს არის გზავნილი, სწორედ ორენოვანი გზავნილი წიგნის ქართულ-აფხაზურად თარგმნილი ქალბატონ ირმაოსიას მიერ. წიგნი საუბრობს სწორედ ორად გაყოფილ საქართველოზე, თუმცა ტექსტებში განდევნილი არის აგრესია, განდევნილი არის მაქსიმალურად სიძულვილის ენა და ის მოუწოდებს ყველას, რომ გადაიდგას პირველი ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობისთვის.